მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოროშკინეს პოდკასტია პირდაპირ ეთერში, ვინც ახლა რულთან ხართ, საჭესთან ხართ და გვისმენთ. ყურადღებით მოგვისმინეთ, იმიტომ რომ თემა ძალიან საინტერესოა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სტუდიაში შემოbrunებულიყავი. რამოდენიმე თემა, რაც დაგროვდა და აუცილებლად ითხოვს ადეკვატურ რეაქციას და პირველი ახლა როგორც ჟურნალისტმა და ყოფილი ჟურნალისტები მოგეხსენებათ არ არსებობენ. როგორც ჟურნალისტმა პირველ რიგში მინდა გავაპროტესტო, თუ რა ინფორმაცია დაიდო რეპორტერები საზღვრებს გარეთ, აი ასეთი ორგანიზაციიდან, რომ თურმე საქართველოში ასე ბიძინა ივანიშვილმა ხელი დაადო აბსოლუტურად ყველა მედია და ბიზნეს ჰოლდინგებს და წარმოუდგენელი ამბავი ხდება საქართველოში, ესე იგი ოპოზიციური ხმა არ ისმის, ოპოზიციური არხები არ გვაქვს და საერთოდ საქართველო არის აი ესეთი ერთპიროვნული ლიდერის ხელში ჩავარდნილი ქვეყანა. ძალიან პატარა მაგალითს გეტყვით საკუთარ თავზე, ლალი მაროშკინა, რომელიც აგერ თქვენს წინაშე ახლა წარმოდგენილი, შებრძანდით ნებისმიერ ოპოზიციურ სატელევიზიო მედია სივრცეში, ჩემით იწყება და მთავრდება სამწუხაროდ იქ ეს ასეთი თუ ისეთი ნიუსები საკმაოდ შეურაცხყოფელიც და მე ღიად მეძახიან და ასეა მიწერილი პირდაპირ მოროშკინა ლალი, ოცნების პროპაგანდისტი, არ ჟურნალისტი, თურმე არ ვარ არც მეცნიერი, არც მწერალი, არც PR ტექნოლოგი, უბრალოდ ვარ ოცნების პროპაგანდისტი და მე მაინტერესებს სად დაინახეს პროპაგანდა. იქ რომ მე არ მომწონდა სააკაშვილის რეჟიმი, არ მომწონდა ის რაც ხდებოდა ციხეებში, არ მომწონდა სისტემური დანაშაული, რომელიც იყო ქვეყანაში, არ მომწონდა დაკარგული ტერიტორიები, არ მომწონდა 120 მოკლული ბიჭი და ზოგადად რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და საითაც მიდიოდა და სადაც მიექანებოდა ჩვენი ქვეყანა. ამის გამო ვარ პროპაგანდისტი? ოცნება დღესდღეობით არის ერთადერთი პარტია, რომელიც ადეკვატურად აზროვნებს და ადეკვატურად არის ხალხის გვერდში. რა წუთში გამოჩნდება სხვა უფრო პროგრესული, უფრო დადებითად მოაზროვნე, მერწმუნეთ, რომ ქათინაურს არ დავიშურებ მათთვისაც. ამიტომ, როდესაც აი რაღაცა ასეთი ცხადდება, მე ვფიქრობ, თითოეული ჟურნალისტის ვალი არის უპასუხოს აი ამ ძალიან არასწორ პოზიციას და საზღვრებს გარეშე გავიდა მათი არათუ საქმიანობა სამწუხაროდ, არამედ აი ასეთი არაადეკვატური დასკვნის დადება. მაშინ, როდესაც 50-ზე მეტი ტელევიზია საქართველოში 50-ზე მეტი რადიოა, 100-ზე მეტი პოდკასტია და როგორც კი შედიხარ Google-ში, საკმარისია ნებისმიერი სიტყვა საძიებო შეიყვანოთ, როდესაც ოპოზიციური აზრის, აი ესეთი ცეცხლოვანი ნაკადი წამოვა. ამიტომ მე ვფიქრობ, ბუდიში აქვს მოსახდელი, არა მარტო ქვეყნის წინაშე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშეც და ყველაფერს საბოლოო ჯამში თავისი სახელი უნდა დაერქვას. რაც შეეხება მეორე თემას, რომელზეც მე მინდა ჩემს სტუმრებთან ერთად ვისაუბრო, ძალიან საინტერესო თემა. ვფიქრობ, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით არის ატეხილი, მე მინდა შეგახსენოთ, როდესაც ავტობანი კეთდებოდა, მაშინ შესთავაზეს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებდა ამ ყველაფერს, მაშინ შესთავაზეს გურიის სოფლებში ძალიან ბევრ ადამიანს სამუშაო ადგილები. დიდმა ნაწილმა თქვა უარი იმის გამო, რომ სოციალურ პაკეტს მოუხსნიდნენ, მაშინ, როდესაც 1000 და 1200 ლარი იყო ხელფასი, მე თქვენ გეუბნებით 4-5 წლის ამბავს. სოფლის კვალობაზე, როდესაც შენ 3000-მდე გაქვს ორ ოჯახის წევრს ხელფასი, მე მგონებ ცუდი არ უნდა იყოს, როდესაც გაქვს საკუთარი ყველი, საკუთარი მეწველი ძროხა ყავს და ძალიან ბევრმა არჩია, რომ ქონოდა სოციალური პაკეტი და ის დამღუპველია სხვათა შორის სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი კიდევ ძალიან ცუდი ამბავი, რომელიც ნელი მოქმედების ნაღმი იყო საქართველოსთვის. არ გვინდა ჩინური ინვესტიცია, არ გვინდა არაბები, არ გვინდა რუსები, არ გვინდა უკრაინელები, არ გვინდა არავინ, ვინც კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს რაღაც სიკეთე. აქვე დავძენ, რა თქმა უნდა, შეკითხვები არსებობს და ამ შეკითხვებისთვის დაანონსა დღეს კახი კალაძემ თბილისის მერმა, რომ 12 იანვრიდან ყოველ კვირას შეხვდება
მოქალაქეებს მე არ მახსენდება ასეთი მიმართვა მერისგან მე არ მახსენდება ამდენად ხელმისაწვდომი მერის ინსტიტუტი და მერის ინსტიტუტი სადაც ჩვენ ნებისმიერი მოქალაქე შევძლებთ და გასაუბრებას არ მოგწონს რამე შევქნათ ფოკუს ჯგუფები მივმართოთ კონკრეტული შეკითხვები და მივიღებთ კონკრეტულ პასუხებს მე შევეცდები დღეს ჩემს სტუმრებთან ერთად რაღაცა პასუხები თქვენ მოგცეთ შეკითხვებზე და ჩემთან ერთად არიან ძალიან საინტერესო ადამიანები იაპონიის წარმომადგენელი ბატონი რიო სეი სუგინაკა და ქეთევან ნეფარიძე ეს ადამიანები არიან რომლებსაც აქვთ იაპონური ბიზნესი ჩამოტანილი საქართველოში რატომ მინდოდა მათთან გასაუბრება ჯერ ერთი ბატონი რიო ფლობს ქართულ ენას და უფრო მარტივი იქნება კომუნიკაცია ხშირად ინვესტორებს უჭირთ და პირდაპირ ეთერში თარგმანის გაკეთება ვერ ხერხდება ხოლმე და ამიტომაც გვაქვს ალბათ რომ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ ჩანაწერში ისმის. ქეთი, მოდი დავიწყოთ. შენით მე შენობით მოგმართავ მე და შენ მეგობრები ვართ და ყველა მიცის. საიდან დაიწყო, რომელ წელს დაიწყო იდეა, რომ რაღაც იაპონური სეგმენტი უნდა შემოვიდეს საქართველოში? რამდენად იყო ადვილი ამის გაკეთება და რა წუთში მე ზუსტად ვიცი, რა წუთში ბევრი იაპონური სეგმენტი გაჩნდება, რაც ჩინელების მიმართ არის, არაბების მიმართ არის, ირანელების, თურქების მიმართ არის. ამ იაპონელებს რაღა უნდათ საქართველოში, იგივე დაიწყება. ჩვენ სამწუხაროდ ასე ვართ მოწყობილი. რამდენად იყო მარტივი და რამ განაპირობა ამ ყველაფრის შექმნამ? მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს და მაყურებელს. გილოცავთ ახალ სტუდიას ძალიან ლამაზი აქაურობა. ჩვენ იდეა რომ იაპონური პატარა ინვესტიცია, იაპონია პატარა დოზით შემოსულიყო საქართველოში გაჩნდა 2017 წელს. ახლოს მიკროფონი ქედი 2017 წელს და ნელ-ნელა მუშაობის საფუძველზე ბევრჯერ მithქვამს თქვენ სტუდიაში ამის ეს ისტორია, მაგრამ ეხლა მოკლედ გეტყვით რომ მივახციეთ იმას რომ ძალიან კარგი იაპონური ბრენდი გახდა პირველად საქართველოში შემოვიდა და მერე პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენგან გავიდა. და ამით ძალიან ამაყი ვიყავი თავის დროზედაც ოღონდ ეს დაჟდა ძალიან დიდი სამუშაოს ფასად მიღწევადი ქმედება რადგან აი ეს პატარა საქართველო იაპონიისთვის იყო ძალიან უცხო წარმონაქმნი ესე ვთქვა და მომიწია კარგი საფუძვლიანი მუშაობა პოტენციურ პარტნიორებთან რომ მიიღოთ მხედველობაში ჩვენი პატარა ქვეყანა თავის განვითარების გეგმაში ესე ვთქვათ რა. ქედი მე უბრალოდ არ ვასახელებ გარკვეული მიზეზების გამო რომ არ ჩაგვეთვალოს კომერციულში თუ რა სეგმენტს წარმოადგენთ, მაგრამ გასაგებია რომ ეს არის საცალო ვაჭრობის სფერო არის და უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდა რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი გარდაიქმნა იმათ რომ თავად იაპონიაში მოხდა დაინტერესება ჩვენი ქვეყნით და არა მარტო ჩვენი ქვეყნით, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებითაც არის ჩემი პარტნიორები დაინტერესებული და ახორციელებენ ინვესტიციას და მოხდა ინვესტირება. ეს არ არის იმხელა ინვესტიცია, რომელზედაც ახლა დღეს აჟიოტაჟი ატეხილი ქვეყნის მასშტაბით. ხო, მაგრამ რაღაცით იწყება ხოლმე, ხო, ეს ინვესტიციები. მე სულ ვამბობ ამას, რომ ეს აი როგორც ბიზნესში არის, რომ შენ როდესაც სწორ პარტნიორს პოულობ და ბიზნესი ვითარდება, რომ განვავრცოთ ეს ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის ინვესტირებაც, ქვეყანაში ინვესტირებაც ესე არის, როდესაც ჩვენ სწორი ინვესტიცია შემოგვაქვს ქვეყანაში, ქვეყნის ეკონომიკა, ადგილობრივი მრეწველობის განვითარება თუ აგრარული განვითარება მიმდინარეობს სწორად და ეს აუცილებელი არის, რომ პატარა იქნება თუ დიდი იქნება, ინვესტიცია უნდა განსაკუთრებით ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველო. ხო, წარმოუდგენელია, რომ საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის, რომ აქ არავინ არ ჩამოვიდეს, არაფერი არ შემოვიდეს. და როდესაც ვამბობთ ხოლმე და პრეტენზია გვაქვს, რომ ევროპელები ვართ, ევროპისკენ სწრაფვა, მესმის რაღაცები შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ის რომ ევროპა ღიაა ინვესტიციებისთვის და სხვათა შორის ეხლა რა ინვესტიციაც განხორციელდა ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ინატრებდა ინვესტიციას. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვაქვს შეკითხვა, კი ბატონო, ღიაა მერიის კარები, აბსოლუტურად ღიაა. კახი კალაძე საურთიერთობო და ნამდვილად ძალიან საინტერესოა ეს. პრემიერის გამოსვლასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ აი შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ძალიან ზუსტად განსაზღვრა ის საშიშროებები, რომელიც დიდ ინვესტიციებს მოყვება ძირითადად მიგრაციის
თემა არის განსაზღვრა ადამიანმა ძალიან კორექტულად ჩემნაირი ადამიანი რომელიც სპეციალისტი არ ვარ ამ სფეროსი როგორ უნდა დაიცვა თავი მიგრანტისგან და ხო ანუ ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს მაგრამ ჩემთვისაც ძალიან გასაგები იყო აი იას დონეზე რომ ამის საშუალება არსებობს ქვეყანამ თავრობამ გააკეთოს თავის საქმე რომ ამისგან დამიცვას და ინვესტორი შემოვიდეს აუცილებლად. ხო ეს ბინადრობა იქნება, ეს იქნება გაკონტროლება თუ სხვა კონტროლის მექანიზმი ცხადია უნდა მუშაობდეს და მოქმედებდეს. ეხლა მე მინდა რიოსეისთან გადავიდე სიტყვა. იცით რა მაინტერესებს, როდის გაჩნდა სურვილი საქართველოში საქმის კეთების? მოგესალმებით, მიხმის მოდრობა, ქალბატონ ლალი, მოწვევისთვის. მე სხვადასხვა საქართველოში ვიცხოვი უკვე რუბაცერია. თავდაპირველად ვასწავლე იაპონურ ენას და ვსწავლობდი ქართულ ენას. და დასაქმება, ანუ ახლა როგორც თქვენ იცით, გეცნობათ ვიმუშაობ საქართველოში. ეს სრუბილი, პირადი სრუბილი გამოჩნდა, აი თავდაპირველად რუსეთში საქართველოში ჩამოვედი, ესეთი წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ საქართველოში იმხერა ინტერესია იაპონიის მიმართ, იაპონური კულტურის მიმართ, მაშინ როდესაც პირველად რომ ჩამოვედი, იმედენი ასე ვთქვათ ბიზნესის კავშირი, კულტურული ასე ვთქვათ ინტერესი იყო საქართველოს მხრიდან იაპონიის მიმართ, მაგრამ იაპონიის მხრიდან მაშინ ისე ბევრი არ იყო. და ახლა საქართველოში უფრო მეტი მეგობარი მყავს ვიდრე იაპონიაში ფაქტობრივად და რადგან შევისწავლე ახალს ვისწავლობ ქართულ ენას და მინდოდა შემეტენა ასე ვთქვათ წვლილი იმისთვის რომ გამყარდეს იაპონიასა საქართველოს კავშირი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, დღეს არის ზუსტად დიპლომატის დღე და მე მინდა მიულოცო ყველა დიპლომატს, ყველა ქვეყნის და რა თქმა უნდა ბატონ თეიმურაზ ლეჟავას, რომელიც არის იაპონიაში საქართველოს ელჩი და ვფიქრობ, მისი აი არაჩვეულებრივი მიდგომის შემდგომი აი ეს რაც მოხდა, აი როგორც ამბობს ხო ჩვენი სტუმარი, რომ არ იყო ასეთი ინტერესი, ეხლა უფრო გამძაფრდა ის ინტერესი რა თქმა უნდა ბატონი თეიმურაზის დიდი წვლილია ამ ყველაფერში. დიახ, ერთი ბატონი თეიმურაზი რომ დაიწყო თავისი დიპლომატიური მისია, იმამდე რომ დაიწყო ის თავისი დიპლომატიური მისია გაბრცელდა, ანუ კარგ საქართველოს შესახებ კარგ PR-ს აკეთებს ჩემი აზრით და ფაქტობრივად ანუ აქამდე არ იყო საქართველოს მიმართ იაპონიაში ინტერესი არ იყო, მაგრამ ფაქტობრივად იაპონიაში გაიხსნა ტოკიოში გაიხსნა ქართული რესტორანი ბოროდროს და პირიქით საქართველოში ეს იაპონური მაღაზია რესტორნები, მაღაზიები, სხვადასხვა ხა იაპონური ყველაფერი ტრენდული არის მთელ მსოფლიოში, ხო? რაღაც არქიტექტურის ელემენტებიდან დაწყებული და დიზაინით გაგრძელებული და უკვე კერძებით დასრულებული, ძალიან მოდური გახდა ეს ყველაფერი. რამდენად მაინტერესებს იაპონური ენის შესწავლა საქართველოში რამდენად უნდათ ახალგაზრდებს და აი გაიზარდა რიცხვი მას მე რაც თქვენ ჩამოხვედით. ამჟამად ანუ რიცხვები არ მასენდება, მაგრამ ესეთი შტაბში მაქვს რომ ახალგაზრდები და ასევე ანუ ყველა ასაკის ფენა დაინტერესებულია იაპონიით, იაპონური კულტურით და იაპონური ენის მიმართ. ფაქტობრივად ახლა თბილისში სრულსოთა რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლება იაპონური ენა, როგორც ძირითადი მიმართულებით და არჩევითი საგანით. ეს ძალიან მისასალმებელი ტენდენცია. და სხვათა შორის ტურიზმით საკმაოდ განვითარდა და მე ძალიან ხშირად ვხედავ და ვხვდები იაპონელ ტურისტებს და ესეც ძალიან მისასალმებელია. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს თვითყოფადი, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს წინსვლას ვუფრთხილდებოდეთ, მაგრამ ჩვენი კარი ღია უნდა იყოს ძალიან პოზიტიური ძვრებისთვის. კეთი რამდენად რთულია, აი რამდენად გაუჭირდათ, თქვათ იაპონელებს საქართველოში რაღაცა გზების, თქვათ მონახვა, ან ის რაც მთავრობისგან უნდა მოდიოდეს, არის რამე სირთულეები, თუ მარტივად ხდება. და კიდევ აუცილებლად მინდა რომ მიპასუხოთ, მაგალითად თქვენს ბიზნესში პროცენტულად რამდენი მუშაობს ქართველი და რამდენი მუშაობს იაპონელი? პირველ ნაწილს მე ვუპასუხებ და მეორე ნაწილს ვთხოვ რიოსანს რომ უპასუხოს, იმიტომ რომ მისი მხრიდან უფრო კარგად გაჟღერდება ეს. არც ერთი მე ხა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა უცხოელი პარტნიორი მყოლია, სხვა კომპანიაშიც მიმუშავია და უცხოელი პარტნიორები მყოლია, არ მქონია შემთხვევა
რომ ჩემს უცხოელ პარტნიორს ეთქო, რიცით რა თქვენ ქვეყანაში აი საკანონმდებლო ისეთი სისტემა, რომ აი მე ძალიან ხელი მეშლება ამ ბიზნესის კეთებაში, ამ კონკრეტული ბიზნესის კეთებაში. ეს დაწყებული აი ტვირთი რომ შემოდის საზღვარზე ფოთის სპორტი იქნება თუ სხვა საზღვარი იქნება ქვეყნის გაგრძელებული რომ უკვე რეალიზაცია მიმდინარეობს ტვირთის თუ რეკლამირება მიმდინარეობს თუ რა არ არის ისეთი სერიოზული ხა პატარ-პატარა შეფერხებები შეიძლება ყველგან მოხდეს თუ მით უმეტეს გლობალური სოფლიო სისტემა დალაგებული ყოფილა ხოლმე იმ შემთხვევაში კიდევ უფრო ადვილია იმიტომ რომ იგივე ტრანსპორტირების პრობლემები იქნება, როდესაც არის არეულობა და ომები და არასტაბილური სიტუაცია, არ მსმენია ესეთის შესახებ და ახლა ადგილობრივი უფრო მეც წუწუნებს ზოგადად საკანონმდებლო სისტემაზე ბიზნესის კეთების ვიდრე ინვესტორი. ეს წუწუნი ზოგადად კარგად გვაქვს გაცილი ეთყობა. კარგად გვაქვს ადგილობრივმა ნაკლებად იცის როგორი მძიმე სხვაგან ამ ყველაფრის კეთება. ეხლა რაც შეეხება დასაქმებულს მე ერთს ვიტყვი რომ ჩვენს პატარა ბიზნესში დასაქმებულია აი პროცენტულად მაინტერესებს აი თქვათ რამდენი პროცენტია იაპონელი და რამდენი არის ქართველი პროცენტულად არის 0.1% იაპონელი 0.1% იაპონელი და დანარჩენი არიან ქართველები და ახალგაზრდები და ძალიან მონდომებულები და ძალიან ორიენტირებულები განვითარებაზე რაც მე მახარებს არასდროს არ მიოცნებია რომ ჩემს მიერ დასაქმებულ ადამიანისთვის ბოლო სამსახური იყოს ჩემთან მუშაობა პირიქით მინდა განვითარდეს და ან ჩემთან გაიზარდოს ან ისე გაიზარდოს რომ სხვაგან წავიდეს და რაც შეეხება იაპონიის მხრიდან მინდა რიოსანმა მოყვეს როგორც 0.1%-ის იაპონელი თანამშრომელი ანუ მინდა გითხრათ რომ ამჟამად ანუ თითქმის ყველა არის ქართველი თანამშრომელი მე ვარ 0.1% თანამშრომელი და ასევე ჩვენ ახლა ბოლო დროს გვყავს ერთი იაპონელი ახალგაზრდა ბიჭი ანუ სტაჟიორის სახით და საქართველოში ჩვენთან მუშაობს ეს იაპონელი ბიჭი მეოთხე სტაჟიორი ან ახალგაზრდა სტუდენტია აქამდე გვიყოლია 3 ახალგაზრდა სტუდენტები იაპონელი ვინც საქართველოში ცხოვრობდნენ ჩვენთან ერთად მუშაობდნენ და მე დაიწყეს თავისი კარიერა ზოგი იაპონიაში ზოგი საზღვარგარეთ როგორც კეთის აღნიშნა ეს ჩვენი ბიზნესი უნდა იყოს ესეთი ადგილი სადაც მიიღონ გამოცდილება და ცოდნა იმისთვის რომ მოუბროში გამეყარდეს ანუ პოზიტიურად გამეყარდეს თავისი კარიერა და რამდენად განსხვავდება მუშაობა იაპონელებთან და მუშაობა ქართველებთან გააჩნია ხალხს ანუ რა თქმა უნდა კულტურული განსხვავებაც ერთი შეიძლება იყოს მაგრამ მე როდესაც ვიმუშავებ ვიცი რომ ეს ინდივიდუალური განსხვავება ხო არის ანუ თავისი ანუ ხასიათი როგორი გამოცდილება ჰქონდა და ასე შემდეგ ამიტომ როდესაც მე ვიმუშავებ ვიცი რომ როგორც ერთი ადამიანი ასე ვთქვათ აი კულტურული განსხვავებიდან გამომდინარე ესეთი ადამიანი ასე ანუ აკეთებს ასე მუშაობს ესეთი ასე არ ვიფიქრობ სხვადასხვა. ეხლა მე რა მინდა გკითხოთ, მე ვიცი რომ ძალიან მკაცრია იაპონიაში მუშაობა, აი მუშაობის პრინციპი საკმაოდ ხო, ხო დაგვიანებაზე აღარ ვლაპარაკობ, საკმაოდ რთულია და იმიტომაც არის სტრესული და ჩვენ ვიცით ეს რომ ადამიანი რომელიც 24 საათი მუშაობს და მით უმეტეს იაპონია არის ესეთი მკაცრი ყაიდის ქვეყანა, საკმაოდ რთულია. მე როდესაც ვცდილობ ხოლმე ხა ჩემს თანამშრომლებთან მეც მაქვს პატარა ბიზნესი ურთიერთობას, სულ ვამბობ რომ ძალიან რთულია ქართველებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ უყვართ დაგვიანება, უყვართ ბევრი დღესასწაული, ვთქვათ თუ რაღაცა უბედურება ოჯახში, უნდა იცოდე რომ რამოდენიმე დღე უცდებათ, იქ რაღაცა პრობლემები თუ არის ხო ალბათ იმაზე მეტი ხა გერმანიაში მაგალითად გერმანული კანონმდებლობით თუ რაღაცა პრობლემა მოუვიდა ადამიანს ხო 3 დღეზე მეც შენ სამსახური არ მოგცემს და ისიც გაფრთხილებს რომ არ დასტრესოს სხვა თანამშრომელი და არ მოუყვე რა უბედურება მოგივიდა ოჯახში ეს არავის არ აინტერესებს საქართველოში რა თქმა უნდა ხა ზერთი სამხრეთი ქვეყანა ვარ სხვა ურთიერთობებია აი ამ კულტურულ განსხვავებებს როგორ უთავსებთ მუშაობას კულტურული განსხვავება სამსახურში როგორც მე გითხარით ანუ
ჩემი აზრით კულტურული განსხვავებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური განსხვავება. ანუ რადგან თქვენ ხართ ქართველი და მე ვარ იაპონელი და ამიტომ დიდი განსხვავება, ანუ ჩემი აზრით ამაზე მეტად მნიშვნელოვანია როგორი ადამიანი ბრუზანდებით, როგორც ლარისან თქვენ. ხო, და რამდენად პასუხისმგებლობით ვეკიდები სამსახურს. ამიტომ, ანუ როგორც თქვენ ცეხა მითხარით, ანუ დაგვიანება რაღაცა საქართველოში დღესასწაულზე უფრო პრიორიტეტი რაღაცა. ესეც ერთი იაპონიაშიც ეგრეა. ანუ მაინც ინდივიდუალური განსხვავება არის. და დასაწყისში თქვენ მითხარით, ანუ სტრესული საზოგადოება იაპონიაში ადრე მართლა ანუ ფაქტობრივად ძალიან ბევრს მუშაობდნენ. ახლა იცვლება სხვათა შორის, ანუ უმუშაობისდება სამუშაო გარემო. რა თქმა უნდა, ეს ჯერ უნდა გავაგრძელოთ ეს სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და განვითარება, მაგრამ დადებითი მიმართულებით ახლა მიდის იაპონიაში. ძალიან საინტერესოა, მე არ ვიცოდი. ეს მნიშვნელოვანია სპორტაშორის. ეხლა მე როგორც ქართველი დამსაქმებელი და ქართველი ისა როგორც იაპონურ თანამშრომელს და ქართულ თანამშრომელს რითი განვასხვავებ ერთმანეთისგან? რითაც დაიწყე. ესე იგი თვალებში ხედავ, რომ პასუხისმგებლობა არის ზეხარისხში. ბატონი რიოსანთანაც რაღაცა საზრშოთთან ხვდებით, რომ ეს არის გასაკეთებელი, ისეთი რუდუნებით მოგიტანს ეს დასრულებულ შემთხვევაში ამ გასაკეთებელ საქმეს, რომ გინდა რომ იამაყო რა. ქართველებიც ხოთე შეს ახალგაზრდები წამოვიდნენ ესეთი დამოკიდებულებით, იმიტომ რომ დამოკიდებულები გახდნენ თავიანთ სამსახურებს. თავიანთ პასუხისმგებლობას შემოსავალს, კი ბატონო, მაგრამ წინ მივდივართ, მაგრამ ჯერ იმ დონეზე ვერ ვართ მისული. მე მქეთის ვეთანხმები და რიოსანსაც, რომ ის რომ პიროვნებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საქართველოში რაღაცნაირი უსწრულივით არის ზრდასრულები, უფრო ასაკში ხალხი და ახალგაზრდები. საოცარი პასუხისმგებლობით მუშაობენ. თან საქართველოში არასოდეს არ იყო კულტურა, რომ ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, იყვნენ მშობლებთან ერთად, იყვნენ რაღაც დიდ ოჯახებში ცხოვრობდნენ. ახლა უკვე ყველა ეგ ჩამოდის. ანუ სკილის სადილი ყველაზე ელოდა სახლში. ხო, რა თქმა უნდა და არ ქონდათ ის პრობლემა, რომ თქვა ბინის ქირაობა, ან რაღაც ეს კულტურა ნაკლებად, ხო. ახლა ჩამოდიან, თქვა რაიონიდან, სოფლიდან, ან თბილისში, აუცილებლად ქირაობენ ცალკე ბინას. თბილისელებიც, რომლებსაც ოჯახთან ერთად აქვთ, სტუდენტობაში უნდათ ნამდვილი სტუდენტობა. და შენ აკვირდები, მე ჩემ თვალწინ დგას, იმიტომ რომ მე ძალიან ახლო კონტაქტი მაქვს ახალგაზრდებთან, გარდა იმისა, რომ ბევრს ვასწავლი, ძალიან დიდი სამეგობროა ჩემი მეგობრების შვილები. დილით სწავლობენ. საღამოს მუშაობენ, არაცდენენ, სულ საათზე იყურებიან და როდესაც მშობლები ეუბნებიან, კარგი, აღარ გინდა ამდენი სწავლა, ან ჩამოდი ვნახე, ან აღარ მოგენატრესინე ეუბნებიან, არა, თვის ბოლოს გადასახდელია, თვის ბოლოს ეს ყველაფერი გასაკეთე და პასუხისმგებლობამაც იმატა. რას შეცვლიდით? აქ რა არის ისეთი, რაც თქვა საქართველოში ჯობია რომ სხვანაირად იყოს? სხვანაირად იყოს, ანუ სამუშაო. ხო, თქვა მუშაობის სტილი, ან თანამშრომლებთან ურთიერთობა, ან თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუტებთან არის რამე ისეთი, რაც არ მოგწონთ და მაგალითად ახლა ინვესტორის თვალით, უცხოელის თვალით, რა შეიძლება აქ იყოს შეცვლილი? იმისათვის, რომ მეთი რა ქვია ეს კომერციული ურთიერთობები გამოყარდეს იაპონიასა საქართველოს შორის თუ? კი, თუნდაც, იმიტომ რომ იაპონიასთან გამყარდება ეს ნიშნავს, საფრანგეთთან გამყარდება, გერმანიასთან გამყარდება, ანუ ცივილიზებული სამყარო ძალიან დიდია და ჩვენი სურვილი არის ამ ცივილიზებულ სამყაროსთან ძალიან ახლოს ყოფნა. ანუ ახლა ესე კონკრეტული ფასხს ვერ გეთქვით, არ რაღაც არ მეფიქრება რაღაცა ფასხი ამჟამად. ანუ ესე თუ არ გეფიქრებათ, ესე ყველაფერი კარგად არის. მაშინ იტყოდით, რომ პრობლემა არის აქ. ანუ რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა გამოჯობესებდეს ან ამის თქმაზე ახლა არ მაქვს იდეა, მაგრამ ერთადერთი რაც ახლა შემიძლია გითხრათ, ეს არის რომ სულისად ჩვენი ბიზნესი ხომ პატარა ბიზნესია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ როგორც იაპონიის საქართველოს ერთობლივი ბიზნესი, ვიცით რომ მივაწოდოთ ესეთი ადეგი, სადაც დასაქმებული ქართველმა ადამიანმა თანამშრომლებმა მიიღოს კარგი ცოდნა და გამოცდილება თავისი მოაბარისთვის. მე რომ ვისწავლე ქართული ენა,
გამიჭირდა რა თქმა უნდა ძალიან გამიჭირდა ქართული ენის გამოყენებით მუშაობა და არ მინდა რომ ის ქართველი ახალგაზრდა ვინც სწავლობენ იაპონურ ენას ის გაიმეროს ჩემი რაღაც სირთულეები ისივეთი ენა ქართული ენა და რუსული ენა იაპონური ვინც სწავლობს იაპონურ ენას ვინც პატივს სცემს იაპონურ კულტურას მე მინდა რომ ისა მინდა რომ საქართველოში ან იაპონიაში იყოს ესეთი ადგილი სადაც თავისი ზარისხმება მაგალითად იაპონურ ენის გამოყენებით ქართული ენის გამოყენებით შეუძლოს რაღაცა მუშაობა ან გამოცდილების მიღება ერთი პატარა კაცი ვარ ბევრი ან საქმეს კეთება არ შემიძლია მაგრამ ვცდილობ რომ ცივი შევიტანო ორივე ქვეყნის განვითარებისთვის ეს არის ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ. იცით მე მინდა დაგიდასტუროთ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ ვიცი ადამიანები რომლებიც წლობით ცხოვრობენ საქართველოში და არც კი ცდილობენ საკვანძო სიტყვები გამარჯობა ბოდიში მაინც ისწავლონ. არ თვლიან საჭიროდ უბრალოდ და ძალიან მისასალმებელია და სხვათა შორის როდესაც მით უმეტეს დიპლომატიური მისით ჩამოდიან, რა თქმა უნდა, დიპლომატი უნდა საუბრობდეს იმ ენაზე, რომელ ქვეყანაშიც მოდის და ცხადია, როდესაც ჩვენ მივდივართ სამუშაოდ უცხო ქვეყანაში, უნდა ვსაუბრობდეთ მათ ენაზე. ეს არის ელემენტარული პატივისცემა, რომ საქართველოში უპირველეს ყოვლისა ქართული ენა უნდა იყოს პრიორიტეტში და მე მიხარია, რომ თქვენთან ესეთი სამუშაო ენა ქართული ენაა. ანუ ბორო რაღაცა მინდა და ვერაფერს ვერ დამალავ. არა, მე მიხარია, რომ ბევრი ანუ განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდა სწავლობს იაპონურ ენას. ამიტომ მე პირიქით მინდა რომ კიდევ შევისწავლო თქვენი ენა და რაღაც ცივი შევიტანო ორივე ქვეყნისთვის ეს არის რასაც მე ახლა ვაკეთებ და მინდა გავაგრძელო. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. რემარკას გავაკეთებ ამაზე. აი მენტალური სხვაობა აი უკვე გამოჩნდა მას რა სურვილი აქვს რომელიც ქართულს სწავლობს იაპონელი რომ საქართველოშიც და იაპონიაშიც იყოს ადგილები სადაც ესენი თავიანთ რეალიზებას მოახდენენ თავისი ცოდნით ერთი ქართული ცოდნით მეორე იაპონური ცოდნით ხო კიდევ ჩვენი პარტნიორი რომელიც არის იაპონელი აი ეს ვალანტიორები კი არა და პრაქტიკანტები რომლებიც ჩვენთან მუშაობენ მეოთხე ბავშვი არის ახლა ჩამოსული ბატონი იონესაკა, რომელიც არის ჩვენი პარტნიორი და დამფუძნებელი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი, ზრუნავს იმაზე, რომ იაპონელი ბავშვი, რომელიც იქ სწავლობს რიტეილის ან მარკეტინგის საკითხებს, გამოუშვას აქ თავისი ინვესტიციიდან მიცეს თანხა, რომელმაც გაიაროს აქ პრაქტიკა და დასაქმდეს ან იაპონიაში, ან სხვა ქვეყანაში, ან რაღაცა ეს არის მისი კეთილი ნება, არავის არ დაუძალებია მისთვის და თან თვლის რომ ესეთ გარემოში სადაც არის იაპონური სივრცე კარგი იაპონელი ახალგაზრდა იდგეს და კომუნიკაცია გქონდეს არაჩვეულებრივია ქართულ ენაზე არის ამ ბიზნესისთვისაც ძალიან ხელშემწყობი ხო ეს არის რამხელა წრე წარმოიდგინე და ეს არის რკალი ჩაკეტილი კი არა გახსნილი რომელიც ვით განვითარებაზე არის სპირალივით განვითარდება და შენ ახალგაზრდას დი კეთილ საქმეს აკეთებს შენ ბიზნესსაც აწყობს და სამომავლოდ მის მერიასთან მაქვს შეკითხვა. როდესაც შემოდიხარ საზღვარზე, არის რამე შეკითხვები, რომელსაც როგორც უცხოელს, რომელიც ხშირად კვეთს საზღვარს და რაღაც წლების განმავლობაში საქართველოშია, თქვა მებაჟე სვამს რამე შეკითხვას საზღვარზე. საზღვარზე. აი ჩამოხვედით თქვენ იაპონიიდან საქართველოში. რამეს შეგეკითხებიან საბაჟოზე ისეც? ჩემ შემთხვევაში არა ხო? ქართულად რომ ველაპარაკები მითხარია ხო ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა მე მინდა ვუსურვო თქვენ კომპანიას რომ გაბევრდეს მოედოს მთელ საქართველოს და ბევრი იაპონური ინვესტიცია შემოვიდეს იმიტომ რომ ვთვლი რომ ძალიან საინტერესოა და ის რომ ამდენი იაპონური ფესტივალია საკურობადან დაწყებული საქართველოში მე პირადად ძალიან დიდი მეხოტბე ვარ იაპონური პოეზიის იაპონური კინემატოგრაფის და რაც უფრო ბევრს გავიგებთ ქვეყანაზე ეს ჩვენი სიმდიდრეც არის და ანალოგიურად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, დღეს თქვენ პატარა ორგანიზაციით ხარ, შეიძლება ძალიან ბევრმა გამოთქვას იაპონიაში სურვილი საქართველოში ინვესტირების, რატომაც არა. თუ ჩვენ საკანონმდებლო ბაზა გვექნება მოწესრიგებული და კეთი როგორც ჩვენ აღნიშნე რომ პრემიერმა ძალიან დაღეჭა. ძალიან მარტივად. პუნქტ ახსნა თუ რასთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მორჩეთ სპეკულაციებს, ღია არის მერის კაბინეტი, ჩაეწერეთ 12 ნოემბრიდან, ხო, ვაკეთოთ საქმე, მივბრძანდეთ გვაქვს
აქ რაღაცა რისკები ვიკითხოთ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, იმედია კიდე იქნებით ჩვენი სტუმრები და სიამოვნებით.